რადიო მედეფემ 103 წარმოგიდგენთ. იყავით სპორტულები და ჯანმრთელები, მოისმინეთ სასარგებლო რჩევები და საინტერესო სიახლეები სპორტის სფეროდან და ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ. ნინო მაჭავარიანის საავტორო გადაცემა სპორტი და ჯანმრთელობა, თქვენი ჯანმრთელობის გარანტი. მოგესალმებით, დღეს სამშაბათია და ეთერშია მედეფემისა და ტელეკომპანია პულსის ერთობლივი პროექტი სპორტი და ჯანმრთელობა. მე მისი წამყვანი ნინო მაჭავარიანი ვარ. დღეს ჩვენ ძალიან საინტერესო თემა შევარჩიეთ, მოგიმზადეთ, მე ვფიქრობ, პარაოლიმპიური კომიტეტის შესახებ. და გვინდა ვისაუბროთ იმ ადამიანებზე, რომლებიც თუ ფიზიკურად არა, სულიერად ძალიან ჯანმრთელები და ჯანსაღები არიან. ამ თემაზე სასაუბროთ ჩვენთან სტუდიაში მოვიწვიეთ პარაოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენლები და ესენი არიან, მე მათ სიამოვნებით წარმოგიდგენთ. საქართველოს ეროვნული პარაოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ქალბატონი ლევაფცაური, ამავე კომიტეტის გენერალური მდივანი ბატონი რევაზ რევაზიშვილი და ასევე სპორტული ექიმი, პროფესორი ანტიდოპინგური სააგენტოს ხელმძღვანელი ბატონი პალიკო კასრაძე, ჩვენი მეგობარი. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა სტუდიაში მობრძანებისთვის. ჩვენ დღეს შევიკრიბეთ იმისთვის, რომ მე ვფიქრობ ის თემა, რომელიც ესოდენ ძალიან საინტერესოა, ძალიან მნიშვნელოვანია და ვფიქრობ, შედარებით უფრო ნაკლებად ყურადღება მიქცევადი, მე მინდა რომ დღეს ჩვენ ეს თემები დღეს ჩვენ ამ სტუდიაში გავშალოთ. და ქალბატონი ლევა, დავიწყებთ თქვენით. თქვენ ხართ კომიტეტის პრეზიდენტი და შესაბამისად თქვენი კომიტეტის შესახებ თავადვე უფრო კარგად წარმოგვიდგენთ, თუ რაში მდგომარეობს ყველაფერი ის, რასაც თქვენ დღენიადაკ ემსახურებთ. მოგესალმებით. პარაოლიმპიური მოძრაობა ეს არის ძალიან დიდი მოძრაობა, შეიძლება დაერქვას მსოფლიო მოძრაობა. მისი მიზანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ჩართვა სპორტში და სპორტიდან მათი ინტეგრაცია საზოგადოებაში და რეინტეგრაცია. ჩვენი მენეჯმენტი, ჩვენი ჯგუფი 2013 წლის თებერვლიდან ხელმძღვანელობს საქართველოს ეროვნულ პარაოლიმპიურ კომიტეტს და აქედან მოყოლებული ჩვენ დავიწყეთ განვითარება სპორტის ძალიან ბევრი სახეობების, უბრალოდ რამდენიმე სახეობის, ეს არის ცურვა, წოლჭიმი, მშვილდოსნობა, ტყვით, სროლა, მჯდომარე ფრენბურთი, უსინათლოთა ფეხბურთი და ასე შემდეგ. და ვცდილობთ, რომ რაც შეიძლება მეტი შეზღუდული შესაძლებლობის ადამიანი ჩავთოთ სპორტში, აქედან მოვახდინოთ მათი ადაპტაცია, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მინდა ვთქვა, რომ მე ამაყი ვარ, რომ ვარ ამ მოძრაობაში, ვინაიდან ყოველ დღე ძალიან ბევრს ვსწავლობ ამ ადამიანებისაგან, ვსწავლობ თუ როგორ უნდა ვიყო აქტიური და ჩართული საზოგადოებაში და ვსწავლობ იმას თუ როგორ მოუტანო სარგებელი ჩემს ქვეყანას, ჩემს სპორტსმენებს და პარაოლიმპიურ კომიტეტს. უნდა გითხრათ, რომ ჩვენ მოსვლამდე განვითარებული იყო მხოლოდ ორი სპორტის სახეობა, ეს იყო წოლჭიმი და ცურვა, ყავდა სულ რამდენიმე სპორტსმენი. დღესდღეობით უკვე 40 სპორტსმენამდეა ჩართული პარაოლიმპიურ მოძრაობაში საქართველოში, განსაკუთრებით ამაყი ვარ, როცა ვამბობ და ვფიქრობ, რომ პარაოლიმპიურ მოძრაობაში ჩართულები არიან სამხედროები, ეს ISAF-ის პროგრამის მონაწილე დაჭრილი სამხედროები, რომლებიც დიდი ენთუზიაზმით ვარჯიშობენ და ცდილობენ და მათი რიცხვი 27-მდე. დიახ, 27-ია მათი რიცხვი, ამათ გარდა ჩვენ გვყავს სხვა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანები, რომლებიც ჩართულები არიან, მაგალითად ფარიკაობაში, პარაფარიკაობაში, რომელიც სულ 8 თვეა რაც ვითარდება ეს სპორტის სახეობა და საკმაოდ კარგი შედეგები გვაქვს. ამ სპორტის სახეობაში მშვილდოსნობაც ჯერჯერობით მშვილდოსნობის შედეგებს ვერ დავიტრაბახებთ, ვინაიდან არ ჩაგვიტარებია ეროვნული ჩემპიონატი და არ ვიცით, მაგრამ დიდი ენთუზიაზმით ვარჯიშობენ არა მარტო თბილისში, არამედ აჭარაშიც. დაიწყო განვითარება უსინათლოთა ფეხბურთმა, უკვე ორი გუნდია ჩამოყალიბებული და ასევე დიდი მონდომებით ვარჯიშობენ ეს ადამიანები და ფიქრობენ და ცდილობენ, რომ რაღაც გარკვეულ შედეგებს მიაღწიოთ. არის მცდელობა,
ბატონი რევაზიშვილი ასულის ჩამდგმელი, რომ საქართველოში შეიკრიბოს პარარაგბის გუნდი და განვითარდეს ეს სახეობაც, ვინაიდან ის როგორც ჩვეულებრივად რაგბი, ასეთივე ყურებადია და ძალიან ემოციური დატვირთვის მატარებელი თამაშია. და ბატონო რევაზ, რამდენად რეალურია ეს ყველაფერი დღეს ჩვენ სინამდვილეში და დღეს ჩვენს ქვეყანაში? მოგესალმებით. რეალური რა თქმა უნდა არის თავარი მონდომება და ბევრი ადამიანის მონდომებაა საჭირო იმისთვის, რომ ეს ყველაფერი განვითარდეს. შვიდი სპორტის სახეობის განვითარებას დასჭირდა საკმაოდ დიდი ენერგია, საკმაოდ დიდი შრომა და პირველად დაიწყო წელს 2014 წლიდან რამოდენიმე 7 არ იქნება, უფრო მეტი იქნება რამოდენიმე სპორტის სახეობაში ჩატარდება საქართველოს პირველი ჩემპიონატები ამ სპორტის სახეობაში. ანუ როგორც წესი და რიგია სპორტის სახეობაში გამარჯვებული, ანუ ტერმინი დამკვიდრდება საქართველოს ჩემპიონი ვთქვათ პარასროლაში, რომელიც უკვე არსებობს, ლადო ჭინჭარაული გაემგზავრა საერთაშორისო ტურნირებში. ანუ როგორც წესია, ასე ჩატარდება ასევე წოლჭიმში, ცურვაში, ფარიკაობაში და ასე შემდეგ. დამკვიდრდება ტერმინი საქართველოს ჩემპიონი, როგორც ჩვეულებრივ დიდ სპორტშია მიღებული. და უნდა აღვნიშნოთ, რომ სულ რამდენიმე დღის წინ თქვენ ამერიკიდან ჩამოგბრძანდით, სადაც ნუ სწორედ ეს აღნიშნული სპორტსმენი ბატონი ლადო იღებდა მონაწილეობას ძალიან სერიოზულ ჩემპიონატში, ეს იყო მსოფლიო თასის გათამაშება პარასროლში. შესაბამისად, როგორი შედეგები აჩვენა მან იმის ფონზე, დავუშვათ რა მომზადებაც ჰქონდა ჩვენი ქვეყნიდან მას მიერ? ლადო მე ვთვლი, რომ წარმატებულად გამოვიდა, იმიტომ რომ ის შედეგი, რომელიც ჩარშანაჩვენა, იგი მსოფლიო თასზე ვთქვათ ანტალიაში არის ძალიან გაუმჯობესებული. იმ ტექნიკურ პირობებთან ერთად რაც ჩვენ გვაქვს, ყოველ შემთხვევაში ლადოს რა თოფიცა აქვს, იმასთან შედარებით არის ძალიან დიდი შედეგი. მსოფლიო თასზე ფორტ ბენინგში მონაწილეობას იღებდა ყველა ძლიერი ქვეყანა. ფაქტობრივად სრული წარმომადგენლობითი დონე იყო, ძალიან მაღალი დონე იყო. შემიძლია ვთქვა, რომ 22 სპორტსმენის გაშიფვრის შემდეგ, ასე ვთქვათ, საკლასიფიკაციო სროლების შემდგომ დარჩა 12 მონაწილე. აი ამ 12 მონაწილეში მოხვდა ლადო და გავიდა მე-10 ადგილზე. შემდგომი ეტაპი იყო 8 უძლიერესი, 8-ში ვეღარ მოხვდა უკვე ადგილი, ანუ პირველ 8 ადგილს ინაწილებს ის პირველი. მე-10 გავიდა ლადო, აჩვენა 615 ქულა, ეს არის ნორმალური, შემიძლია ვთქვა, შედეგი. ისევ გავიმეორებ იმ პირობებთან შედარებით, რაც აქვს ლადოს. ეს არის ძალიან მოძველებული თოფი. მამაღლავე თქვა იმას. და ბატონო რევაზ, თუ შეიძლება ბატონი ლადოს მდგომარეობაც ლადო ჭინჭარაული გახლავთ კისრის დაზიანებით, ზის ეტლით მოსარგებლე გახლავთ, მაგრამ ტრავმა საიდან გამომდინარეობს? ავარია. რაც ძირითადი, ასე ვთქვათ, შედეგია, ავარიის შედეგებია, ეს არის ძირითადი. მე რაც შემოხვედრია ყოველ შემთხვევაში. გასაგებია, ბატონო პალკო, ძალიან ასე ვთქვათ, შეიძლება ცოტა ძიმე, მაგრამ ძალიან საინტერესო თემა, დღევანდელი ჩვენი გადაცემის მთავარ თემა, მე ვფიქრობ, ჩვენ საუბრობთ ადამიანებზე, რომლებიც ფიზიკურად არა, მაგრამ სულიერად ძალიან ჯანმრთელები, ძალიან ჯანსაღები, მოტივირებულები არიან იმისთვის, რომ აბსოლუტური ადაპტირება ჰქონდეთ ჩვეულ გარემოსთან. მე ვფიქრობ, არიან ის ადამიანები, რომლებიც ძალიან დასაფასებლები არიან, არანაკლებ დასაფასებლები, ვიდრე ჩვეულებრივი სპორტსმენები, რიგითების სხვადასხვა სახეობის. თქვენ თუ გქონიათ შეხება ამ ადამიანებთან, რა თქმა უნდა, გექნებოდათ და როგორ დაახასიათებდით მათ? მოგესალმებით, რა თქმა უნდა, მე საკმაოდ ხშირი შეხება მაქვს ასეთ სპორტსმენებთან, ისეთი ხშირად დადიან ჩვენთან კონსულტაციებს იღებენ. ამასთან ერთად მინდა გითხრათ, რომ სამედიცინო თვალსაზრისით აუცილებლად სჭირდებათ მათ ცოტა უფრო ინდივიდუალური მიდგომებია საჭირო ამ შემთხვევაში და გათვალისწინებით იმის ძალიან ბატონო აღნიშნა ძველი თოფი აღნიშნა იმის გარდა რომ ძველი თოფი კიდევ ბევრი აქსესუარებია რომელიც საჭიროებს რომელიც უნდა იყოს თან თამბდარი აუცილებლად იმ ნორმ
ფორმებში, რომელიც არის იმ სპორტის სახეობის მოთხოვნაში, იმ ჯგუფში, რომელსაც წარმოადგენს პარაოლიმპიელი, ამ პარასპორტსმენი. ეს ძალიან საინტერესო მიდგომებია და ესეთი ნიუანსების გათვალისწინება სპორტულ ექიმს ჭირდება იმისათვის, რომ ის დაეხმაროს მწვრთნელს, სპორტსმენს, სწორად მართოს თავისი ორგანიზმი და სწორად წარმართოს ის ფსიქოემოციური თუ ფიზიკური აქტივობები, რომელიც თან ახლავს. ეხლა მაგალითად სროლასთან დაკავშირებით, როდესაც რომელიც სპორტსმენიც ახსენა ბატონმა და იქიდან გამომდინარე რომ ეს კისრის ტრავმა, რომელსაც ჩვეულებრივად ტეტრაპლეგია მოყვება, ანუ ხელი და ფეხი ორივე აქტიურად უნდა ის სროლა აქვს. იქიდან გამომდინარე ეს ესეთი შედეგი საკმაოდ ამას იფიქრე, რომ ხელის ფეხის პარალიზებულია და ვარჯიში დააღწევ იმას, რომ ახერხებ ამ თოფის დაჭერას. მისი და ამ დროს კიდევ თოფი ძველია, აქ შედეგზე ახლა და იქ როცა ისიც კარგი შედეგია, რაც მე მინდა გითხრათ, რომ აი მაღალ დონეზე თითოეულ წვრილმა, თითოეულ ნიუანს მნიშვნელობა აქვს, როგორც ჩვეულებრივ ოლიმპიადებში, ასევე პარაოლიმპიადებში და ეს წვრილმანები რაც უფრო მაღალ შედეგზე მიდიხარ, მით უფრო ხდება გადამწყვეტი მნიშვნელობის. იგივე როგორ დაიძინა, როგორ მისცათ, როგორ ისეთ ეს შემდეგ მეორე დღეს როგორ ფორმაში აღდგა, როგორ დაისვენა კვების რეჟიმი. ფსიქოლოგიური მომენტი, ანუ არა, დიახ, ხო, ესეთ სახეობები მაგალითად როგორიც არის წოლჭიმი, რომელიც უფრო პოპულარულია და უფრო მისდევენ სიტყვაზე, უფრო მეტად განვითარებული იყო საქართველოში და ჩვენ ლიცენზიატიც ყავდა. მოზამბიკის ოლიმპიადაზე მინდა გითხრათ, რომ ისედაც ქართველები იცით, რომ გამოვიჩერეთ ამ ძალისმიერი სახეობებში და ჩვენი ოლიმპიური ჩემპიონები უმეტესწილად ამ მიმართულებით დაყავს. გვაქვს გაცილებით მეტი შედეგები. ახალ თანამედროვე ქართულ სპორტში უფრო მეტად ამ მიმართულებით გვყავს ოლიმპიური ჩემპიონები უმეტესწილად. აქედან გამომდინარე პარაოლიმპიალებიც, აქედან გამომდინარე მათ განსაკუთრებით სამედიცინო და ეს მეთვალყურეობა სჭირდებათ, არანაკლები, თუ მეტი არა, იმიტომ რომ ვერ მოასი გაკეთებული ტრავმატიზმის კუთხით ადამიანები, რომლებიც ისედაც ტრავმულები არიან და აქტიურად ერთვებიან დაუშვათ სპორტულ აქტივობებში. მათი ტრავმატიზმი იზრდება, ანუ რისკ ფაქტორები ამისა თუ თქვენ შეიძლება გააკეთოთ, მაგრამ ეს საერთოდ ჩემი გამოცდილებიდან გეტყვით ეს საოცარ ფაქტს გეტყვით. ბევრად უფრო მიზანმიმართული სწორად მოვარჯიშეები არიან პარაოლიმპიელები, ვიდრე ჩვეულებრივი სპორტსმენები, რომლებიც ხშირად იგნორირებას აკეთებენ იმ სწორ მიმართულებას ვარჯიშსა და რომელიც ხდება შემდეგ ტრავმის მიზეზზე. ხოლო პარაოლიმპიელი, რომელიც მოწოდებულია რომ მიაღწიოს შედეგს, პირველ რიგში აუცილებლად ერთი სული აქვს, როგორც მისცეს სწორი დაარიგება, სწორი ისინი და თვითონაც ხშირად კარნახობს, იმიტომ რომ ეს ვარჯიშის სისტემა არის როიტყვიან ორმაგი გზით, ესე იგი, როგორც მისდან მოდის ინფორმაცია, ასე ავსტრალიისგან მოდის და შემდეგ ყალიბდება სწორი მიდგომები მისი ინდივიდუალურად სავარჯიშო პროცესის გამო. ეს სამედიცინო სფეროსაც წარმოადგენს და ასევე საღვთო სფეროს, რომლებიც ერთმანეთს ავსებენ, თავისთავად ცხადია. და მინდა გითხრათ, რომ ამ შემთხვევაში ტრავმატიზმი ბევრად უფრო ნაკლებია. აი, გავუსწრებით მაგალ ტრავმატიზმით, ეს სწორად არიან მიმართული. და ეს სწორედ არის. ბატონი პალიკოს მოსაზრებას ალბათ უფრო მეტად შემზადებულები არიან თუ შეიძლება ვერ რისკავს ადამიანი. არა, რისკი არ არის. თვითონ ტრავმების რისკების მაჩვენებელი, რა თქმა უნდა, მაღალია, მაგრამ ტრავმატიზმი დაბალია, რა თქმა უნდა, ხო? რისკი მაღალი და ტრავმატიზმი დაბალი გადასარევი კომბინაცია, მაგრამ როგორ ახერხებენ ამას, ეს არის საინტერესო. მე მინდა გითხრათ, რომ მარტო სამედიცინო დახმარება და კვება და სპეციალური დანამატები არ არის მთავარი, ძალიან მნიშვნელოვანია ამათი ფსიქოლოგიური მომზადება. ეს ინსტიტუტი ფაქტიურად არ არსებობს საქართველოში და მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ვიყავით პირველები, რომლებმაც ჩავატარეთ ტრენინგები მწვრთნელებისათვის და სპორტსმენებისათვის, სადაც განვიხილეთ ზუსტად ფსიქოლოგიური მომზადების და დახმარების საკითხები, სპორტსმენის კვების საკითხები, ანტიდოპინგური წესები განვიხილეთ. ესეთი საერთოდ არ გაკეთებულა და არ ჩატარებულა არა მარტო პარაოლიმპიელებისათვის და პარაოლიმპიურ სპორტში ჩართული ადამიანებისათვის, არამედ თვითონ
ოლიმპიური მზადებას ვინც გადიან იმ სპორტსმენებისთვისაც კი და მინდა გითხრათ რომ აი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია გადასაჭრელი ის რომ მოხდეს სპორტსმენების ფსიქოლოგიური მომზადება არა მარტო ფსიქოლოგიური ფსიქოემოციური ფსიქოლოგიური მომენტებიდან გამომდინარეობს მათი შედეგები მაღალი შედეგები ხომ იმიტომ რომ ფსიქოლოგიური მომზადებლობა ძალიან ბევრად უშლის ხელს მათ მაღალ შედეგებს. შიში თუნდაც აი მსროლელებისთვის ძალიან ცნობილი ტერმინია სამიზნე შიში, ანუ 10-იანი შიში, ან რაღაცა, იმიტომ რომ არ არის ისე დარწმუნებული თავის ფიზიკურ მომზადებაში, თავის შედეგებში, ხო? და მათი მომზადება თუნდაც რაღაც ღონისძიებისთვის, თუნდაც რაღაც ჩემპიონატისთვის, როგორი ინტენსივობით მიმდინარეობს და როგორი მზადებიან ისინი, როგორ ვარჯიშობენ ყოველდღიურად, ანუ როგორ ხდება? რა თქმა უნდა, შეჯიბრების რანგსაც გააჩნია და პირობებს თუ როგორ მაგალითად ჭინჭარაული რო არ იყო, ჭინჭარაული ყოველდღე ვარჯიშობს, მან საკუთარ სახლში გააკეთა, საკუთარი ხელით გააკეთა ტირი, სადაც ვარჯიშობს, ხომ? დიდი შეჯიბრების წინ ვცდილობთ რომ ჩავატაროთ ხოლმე შეკრებები, სადაც ეს სპორტსმენები გაივლიან მომზადების გარკვეულ ეტაპებს შეჯიბრებისათვის. პარამოფარიკავები მაგალითად შეჯიბრზე წასვლის წინ ყოველდღე ვარჯიშობენ. ესენი არიან ადამიანები, ქალბატონლევა დავა კონკრეტულად ჩვენ რადიო მსმენელს და ტელემაყურებელს უფრო ნათელი წარმოდგენა შეექმნას. არიან ადამიანები, რომლებიც რაღაც ფიზიკურ ტრავმამდე იყვნენ სხვადასხვა სპორტული აქტივობებით დაკავებულები. მე ვერ ვიტყვი რომ ყველა იყო გარკვეული ეს. არა, ყველა არა. რამდენიმე არის. არა. ერთი ნიკათვაური, რომელიც არის პარამოცურავე, ნიკათვაური უსინათლოა. ის იყო რაგბისტი და შემდეგ უკვე ტრამვის მიღების შემდეგ, როცა მან დაკარგა ამხედველობა, შემდეგ ის გადაერთო, რა ქვია, ცურვაში. ცურვაში დაიწყო ვარჯიში. მაგალითად ირმა ხეცურიანი, რომელსაც ყველაზე კარგი შედეგები აქვს ფარიკაობაში, არასოდეს არ ყოფილა სპორტსმენი და არც არასოდეს არანაირი ფიზიკური აქტივობებით არ იყო დაკავებული, ვერ ვიტყვი მაგალითად. ბატონო რევას, ჩვენ საუბრობთ იმ ადამიანებზე და 40 ადამიანზე არ არის ეს დაბალი რიცხვი. როგორ ხდება მათთან კონტაქტი? ძალიან საინტერესოა, ანუ კომიტეტთან დაკავშირება, თქვენი ძალებით, მათი სურვილის საფუძველზე, როგორ ხდება ეს ყველაფერი, თუ შეგიძლიათ რომ შიდა სამზარეულოს მიხილოთ? დიახ, რა თქმა უნდა. მინდა გავამახვილო ყურადღება იმაზე, რომ პარაოლიმპიური მოძრაობა არის პარაოლიმპიური საერთოდ მოძრაობა, მთლიანად არა მარტო საქართველოში არის უმაღლესი მიღწევების მქონე სპორტი. ეს არ არის ის, რომ ჩვენ გავხსნათ კურსები, ცურვა ვასწავლოთ და თქვათ წოლჭიმი ვასწავლოთ და ასე შემდეგ და ასე წოლჭიმი გახლავთ შტანგა. ეს არის იმ ადამიანები, რომლებიც გარკვეულად გავლილი აქვთ რაღაც სპორტის მომზადება, სპორტის სახეობებში მომზადება და რაღაც გარკვეულ დონეს აღწევენ იმ ადამიანებთან ვიჭერთ ჩვენ ურთიერთობას. ანუ ამ ადამიანებს ვეძებთ ჩვენ. შესაბამისად მინდა გავამახვილო ყურადღება რის ხარჯზე გავიზარდეთ ესე უცბად ჩვენ. დაახლოებით 180-მდე თუ არ ვცდები არის ISAF-ის მისიაში დაჭრილი სამხედრო მოსამსახურე. სულ თუ არ ვცდები ვეტერანი არის რაღაცა დაზიანებების მქონე სადაც 3000-მდე სულ ყველა ომის შედეგად. ISAF-ის მისია იმიტომ მოამახვილა ყურადღებას რომ ეს ადამიანები ჯერ გერმანიაში გადიან 8 თვიან მომზადებას, ეს არის ფიზიკური, ფსიქოლოგიური და ასე შემდეგ უამრავ ყველაფერში გადიან მომზადებას, შემდგომში დაახლოებით წელიწადნახევარს გადიან ამერიკის შეერთებულ შტატებში, სხვადასხვა შტატებში. მე შემიძლია დაგისახელოთ რამოდენიმე ადამიანი, მაგალითად თემო დადიანი, ერთ-ერთი, რომელიც ჩამოვიდა და იყო თუ არ ვცდები მიჩიგანის შტატის ჩემპიონი ველოსპორტში. ერთ-ერთი ადამიანი, აი ჯონი თოფურია, რომელიც ჩამოდის ახლა უკვე ერთი კვირის წინ დამირეკა და მითხრა რომ ჩამოდივარ და ჩავერთვები. ეს გახლავთ კანოეში ვაშინგტონის შტატის გამარჯვებული. ახმედ საფაროვი ერთ-ერთი, რომელიც სროლაში გაიმარჯვა, ჩვენ საქართველოს პირველი ჩემპიონი გახდა პისტოლეტის სროლაში, გახლავთ იგივე შტატის ვერცხლის პრიზიორი. ანუ მე შემიძლია ვთქვა, რომ ესენი ჩამოდიან გარკვეულწილად უკვე სპორტსმენები. ეს ჩვენთვის არის მისწრება.
შესაბამისად, პირველი ჩვენთვის რაც იყო, ეს იყო თავდაცვის სამინისტროსთან გაფორმდა ეს არის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელსაც ბატონმა ირაკლი ალასანიამ და ქალბატონმა ლელა მოაწერეს ხელი. ეს არის ყველა პარასპორტსმენის, ყველა AISAF-ის მისიაში დაჭრილი ჯარისკაცის ჩართვა პარაოლიმპიურ მოძრაობაში. ამაში დიდ მონაწილეობას მიიღებს თვითონ თავდაცვის სამინისტრო. უკვე იმ დონეზე ვართ მისული, რომ მიდის უკვე კონკრეტულად სპორტის სახეობის განხილვა და ამ ადამიანების ჩართვა, რომელი სპორტის სახეობაში ჩაერთვება. თვითონ სპორტის სახეობები წინაზე ბატონ პალიკო ლაპარაკობდა, ვიტყვი რომ ისია გადაწყვეტილი 28 სპორტის სახეობა, რომელიც არსებობს, რომ ყველა უხიფათობის ნორმაა გათვალისწინებული. ანუ შემიძლია ვთქვა, რომ რისკი არის მინიმალურამდე დაყვანილი, თავიდანვე წესების მიხედვით და ყველაფრის მიხედვით. ეს ადამიანები გარდა AISAF-ის მისიის გამოდაზარალებულები მოკლედ არიან ადამიანები, რომლებმაც ეს ტრავმა მიიღეს შედეგად ავარიისა, ანუ ძირითადად არის ავარიის შედეგები, არის იცით შემთხვევის შედეგები, რამოდენიმე შემთხვევა, რომელიც აი როგორ გითხრა, დინარეში წყალში გადახტა და ხერხემალი კისერი დაიზიანა, ანუ გახდა კისრის დაზიანების მქონე და ჩაჯდა ეტლში. არის შემთხვევები, არ ვიცი, ოპერაციის შედეგად. სიმსიუმე აი რამოდენიმეზე იყო საუბარი აქ ჩვენ სპორტსმენზე, რომელსაც სიმსიუმის ოპერაცია ჩაუტარდა ხერხემალზე და შემდგომში ეტლში ჩასწრდნენ ორივე და ბევრი უკაცრავად ბევრი შემიძლია ვთქვა. საქართველოში დაახლოებით გეტყვით, ამას მე არ ვიცი ახლა ეს რამდენად მონაცემი, იმიტომ რომ აღრიცხვა არ გაკეთებულა საერთოდ, არის დაახლოებით 20-25000-მდე ეტლით მოსარგებლე. ჩვენ ამას ვერ დავინახავთ, იმიტომ რომ ეს ადამიანები ვერ გამოდიან სახლებიდან, ვერსად ვერ მიდიან, ტრანსპორტი არ არსებობს. ამიტომ დაინტერესებული კონტაქტი მათთან როგორ ჩვენ ვეძებთ ამ ადამიანებს, არიან ადამიანები, რომლებიც ცურავენ, არიან აი ახლა რამოდენიმე ადამიანი არის ერთ-ერთი კობაკობახიძე, რომელსაც დაზიანების შედეგად რაღაცა მოწამვლის და რაღაცა ესეთი შედეგად ამპუტირებული აქვს ფეხი და მეორე ფეხი ძლივს გადაურჩინეს. შესაბამისად ეს იყო კარგი მოცურავე და იმას მივახციეთ, რომ ამ ბიჭმა აღიდგინა ეს ფორმა და აი ახლა იყო ბერლინში საერთაშორისო ტურნირზე და 400 მეტრზე ვერცხლის медаლი აიღო. სამაყვა ნამდვილად. ბატონო პალიკო, ამ ადამიანებს როგორც თქვენ აღნიშნეთ საუბარში, არანაკლებად სჭირდებათ, ანუ სამედიცინო დახმარება, სამედიცინო დიაგნოსტიკები და ასე შემდეგ. ანუ ჩვენთან დღევანდელობაში, ანუ ჩვენს ქვეყანაში ამ კუთხით რა ვითარება, რამდენად ექცევათ მათ ყურადღება და სამედიცინო თვალსაზრისით არსებობს თუ არა დაზღვევები, არსებობს თუ არა, ანუ მათთვის რაღაც ხელშემწყობი პირობები უფრო მეტი, ანუ სამედიცინო თვალსაზრისით არიან თუ არა ისინი უზრუნველყოფილ. ძალიან საინტერესო კითხვაა და ესეთი პრობლემატური. თქმა უნდა, ამ ადამიანებს სამედიცინო დახმარება და კვლევები მიმოვათ ესაჭიროებათ. ეს მნიშვნელოვანია და მათ შეუძლიათ ეს მიიღონ იმ კლინიკებში, რომელიც არსებობს და არიან სამედიცინო კონტინგენტი არის ჩვენთან საქართველოში, იმისა რომ მას შეძლონ ამის დახმარება და გადალახვა. მინდა გითხრათ, სულ ახლა ახალი ის გაიხსნეს, არ ჩათვალოთ რეკლამად, მაგრამ ამბობთ არის სარეაბილიტაციო ცენტრი, რომელიც დავით გაიხსნა, რომელიც აბსოლუტურად მორგებულია სწორედ პარაოლიმპიელების სამკურნალოდ, თქვა თუ რამე გადახრა იქნა, მაგრამ აქ არის მეორე მომენტი, ის როცა სადაზღვევო სისტემაში აქაც ცოტა სხვა სიტუაციები არის გასწავლებელი, იქ სადაც არის სპორტული დატვირთვა, ანუ მაღალი რისკის ფაქტორია. არა, სადაც პარაოლიმპიადა არის და ოლიმპიურია, სადაც სადაზღვევო კომპანიები თქვა ხედავენ, ან სადაზღვევო კომპანიები, იქ სპეციალური სადაზღვევო პაკეტები შეიძლება შემოსავდეს. ანუ ჯერჯერობით ეს არ არსებობს. ან და შეიძლება, არ არის ჯერჯერობით. არ არსებობს. ანუ არ არსებობს პრობლემა. მაღალი რისკის ფაქტორია და ჩვენ დავიწყეთ ამ თემაზე საუბარი უკვე 6 თვეა დაახლოებით მიმდინარეობს. ალდაგი ისე რეკლამაში არ ჩამითვალოთ, ალდაგთან მოლაპარაკებები და სურვილია ესეთი რომ მატჩების დროს, ტურნირების დროს ცოტა რთული დასაზღვევია. იმიტომ რომ თავდაცვის სამინისტროს ჰქონდა ამის პირველი აზრი, რაც გაუჩნდა, ისედაც ტრავმირებულები, თქვათ თამაშის დროს რამე ტრავმა რომ მოვიდეთ, რამეერად არიან დაზღვეულები. ეს ცოტა რთული თემაა. ამაზე შეიძლება შედგეს საუბარი, ჩვენ გვაქვს ალდაგთან ამაზე საუბარი და შეიძლება მოხდეს პირველი პრეცედენტი, რომ ალდაგმა ყოველ შემთხვევაში მიმდინარეობს განხილვა, ეს ვთქვათ რა. ცოტა რთულია. ჩავარებ ბატონო
მე გარკვეული გამოცდილება მაქვს ამ მიმართულებით, სპორტსმენთა დაზღვევის მიმართულებით და წარმატებული გამოცდილება. მე შემიძლია მხარში დააგეთქე დიდი სიამოვნებით ალდაკთან ურთიერთობაში ის იმ პაკეტების რეალიზება, რომელიც სწორედ რეაბილიტაციისთვის საჭირო მოვახდინოთ ისე რომ იყოს თანხმედრა ალდაკისა და ფედერაციის ინტერესებში. ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემაა. Pentru că se arăta momentul masolițare de mat თავისი ბიზნესი აქვს. ეს მე მგონი ხარდაჭერას დავამატებ ქალბატონ მინუტი შეიძლება იმის პრეცედენტი ველამ თქვა ამის შესახებ, მაგრამ მე მინდა დიდი მადლობა უთხრა ანტიდოპინგურ სამსახურს ძალიან. ბატონი პალიკო აბრძანდებოდა ჩვენ სემინარი რო ჩავატარეთ, ბატონი თემური იყო უკლება გენერალური დივანი, რომელმაც ჩაატარა ეს ასე ვთქვათ პირველი ახსნა განმარტებითი ჩვენ უმაღლესი მიღწევების მქონე სპორტსმენებს პირველად გაიგეს რა არის ანტიდოპინგი, ხო? იმის შესახებ, რომ თურმე არ შეიძლება რაღაცა პროდუქტის შეჭმაც, თქვა ტურნირის წინ, იმიტომ რომ ის შეიცავს რაღაცა ანტიდოპინგის იმას ელემენტებს და მოკლედ იყო ძალიან სერიოზული, ასე ვთქვათ, წინსვლა ამ საკითხებში ჩვენი სპორტსმენებისთვის. და ეს რა თქმა უნდა, ანტიდოპინგის დამსახურება და ხელშეკრულებას უნდა გავაფორმოთ ბატონო პავლე ოფიციალურად ამის შესახებ ჩვენ მუშაობთ იმ მიმართულებით რომ ბატონ დავით ტატიშვილის კლინიკასთან და ბატონ დავით ტატიშვილთან გავაფორმოთ ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება და ტატიშვილის რეაბილიტაციის ცენტრი მთლიანად მოემსახურება ჩვენს სპორტსმენებს. ძალიან კარგი მიზნები გაქვთ და მე გისურვებთ რომ განხორციელდეს ახლო მომავალში და პარაოლიმპიური კომიტეტი და ამ სახეობაში ჩართული სპორტსმენები, ის ადამიანები, რომლებიც მე ვფიქრობ, რომ აქვთ უზარმაზარი სურვილი, რომ იყვნენ ჯანსაღები, ჯანმრთელები, სულიერად მოტივირებულები, იქნებიან უფრო მეტად მოწადინებულები და უფრო მეტად აქტიურად ჩართულები არაერთ სახეობაში. და ჩვენ ყოველთვის მივესალმებით მათ ასეთ აქტივობებს ნამდვილად და ვიქნებით მათ გვერდში და დიდი მადლობა მინდა ჩვენი რადიოს სახელით, ტელეკომპანიის სახელითაც გადავხადოთ მათ ყველაფერი იმისთვის, რასაც ისინი აკეთებენ, თავიანთი სულიერი მდგომარეობის ამაღლებისთვის და ზოგადად იმისთვის, რომ ისინი ადაპტირებულები იყვნენ გარემოსთან და იმედს ვიტოვებ და ვისურვოთ, რომ იმ 40 ადამიანს შეემატება გაცილებით უფრო მეტი. თქვენ აღნიშნეთ, რომ რაღაც დაახლოებით 3000-მდეა მსგავსი პრობლემების მქონე პირი, რომლებიც ესე იგი არ არიან ადაპტირებულები გარემოსთან და იმედი ვიქონიოთ, რომ ზუსტად ადაპტირდებიან, თუნდაც ისინი აი ამ პარაოლიმპიურ კომიტეტთან ერთად, იმ ადამიანებთან ერთად, თქვენთან ერთად, ანუ რომლებიც დღენიდან ზრუნავენ მათ სულიერ სიჯანსაღაზე. ამისთვის ძალიან დიდი მადლობა მინდა, რა თქმა უნდა, თქვენ გადაგიხადოთ და მადლობა გადაგიხადოთ გადაცემაში მონაწილეობისთვის, გადაცემაში მობრძანებისთვის და წარმატებები გისურვოთ მომავალშიც. რადიო მსმენელებს და ტელემაყურებლებს შევახსენებ, ჩვენი გადაცემის სტუმრები გახლდნენ საქართველოს ეროვნული პარაოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ქალბატონი ლელა აბცაური, ამავე კომიტეტის გენერალური მდივანი ბატონი რევაზიშვილი და ასევე სპორტული ექიმი პროფესორი ანტიდოპინგური სააგენტოს ხელმძღვანელი ბატონი პალიკო კასრაძე. მე ზუსტად ერთი კვირით მომდევნო სამშაბათს 17 საათამდე დაგემშვიდობებით ძვირფასო რადიო მსმენელებო და ძვირფასო ტელემაყურებლებო, ერთი კვირა ძალიან მალე გაივლის და სპორტი და ჯანმრთელობა კვლავ პირდაპირ ეთერში დაგიბრუნდებათ, ასე რომ დაგველოდეთ დროებით. მადლობა ყურადღებისთვის. დიდი მადლობა. დიდი მადლობა.